საფხულის ყველაზე ცხელი დღე გვაქვს, ამიტომ ჩემი ქურა და ხუმელი დარჩება ჩაურთველი. ზუსტად ამ დროს სეზონის ხილო ყველაზე გემრიელია. დღეს მე ამ გემოებს ერთ ოქში მოვყრითავს და მოვამზადოთ გემრიელი, არომატული, გამოგრილებელი სასმელი. ატმით და მარწყვით. რომელიც ზადება ძალიან მარტივად, ახლა კი დავიწყოთ. მე აქ მაქვს 9 კილოგრამი ატამი და 9 კილოგრამი მარწყვი. ასევე პორტოხალი და ლიმონი. თუ ატამი მწიფია და კანის თხელი აქვს, გამოიყენეთ კანიანად. ეს აძლევს უფრო მეტ არომატს, ფერსაც უკეთ ინარჩუნებს და ასევე ბოჭკოსაც. ჩემთან თხელი კანი აქვს, მე ახლა უბრალოდ დავჭრი, კანს არ გავაცლი, დავჭრი სასურველო ზომაზე. ატამი წვნიანია ჩემთან, რომ აი პირდაპირ თასშივე უნდა ჩავჭრა. ძალიან მსხვილად ჩაჭრა, თქმა უნდა, არ არის სასურველი დასაბლენდერებლად. იქნება ცოტა რთული. მის წვენიც უგემრიელესია. ჩემთან ზოგი ძალიან მაგარია. და შევეცდები, რომ ესეთი აღარ გამოვიყენო, ზოგი ძალიან რბილია. ზოგადად ისეთი გემრიელი ატამი არ იყიდებ ახლა როგორც საქართველოში არის იმდენად კბილი და ხოლმე და იმდენად რბილია, იმდენად გემრიელია სასაული. ხელს ჩვენ ცოცხლად ვამზადებთ, ამიტომ უნდა იყოს როგორც ატამი, ისევე მარწყვი და სხვა დანარჩენი ხილი საღი. არ უნდა იყოს გაფუჭებული, რომ შემდეგ ჭამთელობის პრობლემები არ შეგექმნას. ეხლა უკვე მარწყვით ავუმატოთ ზემოდან. შეგიძლიათ მხოლოდ მარწყვით მომზადოთ, ან მხოლოდ ატმით მოამზადოთ, შეგიძლიათ ბანანით შეურიოთ, მოკლედ სხვადასხვა ხილი, სეზონური ხილი, რა თქმა უნდა. გექნებათ შემდეგ მულტიწვენი, ასე ითქმის. ძალიან გულახდილი თუ ვიქნებით, ყველი წვენები არ მიყვარს. არასოდეს არ მომინდებ. არც ჩაი და არც ყავა არ მიყვარს ტკბილი. ჩემი ოჯახი აბსოლუტურად ცხონად არის განწყობილი. ტკბილი წვენები აუცილებელია. მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენი ხელით გაკეთებული. მაღაზიაში კი ვყიდულობთ კონცენტრატებს, სადაც ხილის ალბათ მინიმალური ან საერთოდ არ არსებობს ხილის შეკით. უფრო მეტი არომატისთვის და სიმჟავისთვის დავუმატოთ ახლა ჩვენ ლიმონის ცედრა. ლიმონი არის კარგად გარეცხილი ჩემთან და არის ბიოხარისხი, ორგანული. ვფიქრობ, პორტოხალით ძალიან მოუხდება. ციტრუსის არომატი განსაკუთრებულია. ლიმონადის რეცეპტი დევს ამარხზე, ძალიან გემრიელი გამოდის, შეგიძლიათ იხილოთ. შაქრის რაოდენობა თქვენი გემოვნებით არეგულირეთ, იმ შემთხვევაში წამნადებ ტკბილი და მწიფია ხილი. ჩემთან არ არის ისეთი ტკბილი, ამიტომ ეხლა მე დავუმატებ დაახლოებით 250 გრამ შაქარს. ამ პორციიდან გამოდის 3 ლიტრი წვენი. შეგიძლიათ შაქარი, რომ იმ შემთხვევაში თუ ძალიან ტკბილი გიყვართ, დაახლოებით 400 გრამამდე გაზარდოთ. მე საბოლოოდ შემდეგ გეტყვით, ეყო თუ არ ეყო ამას ეს რაოდენობა შაქარი. თუ საერთოდ არ გიდათ ტკბილი, არსებობს ბუნებრივი დამატებულები, როგორიც არის მაგალითად ნეკერჩხალის სიროპი, როგორიც არის თაფლი, არის სტევია. არსებობს ასევე 0 კალორიული ერთები, რომელსაც მე თვითონ სულთაგან უწევს დავიწყე კვების შეცვლა და კვილი ძალიან მინდებოდა ხოლმე, ერიტრიც ვყიდულობდი და ერიტრიც თვითვამზადებდი ჩემს დესერტებს, მაგრამ ეს რაღაცა ცოტა მწარე გემოს ტოვებს. მე საერთოდ გადავეჩვიე კვებს და კვილიც აღარ მინდებოდა ხოლმე. ეხლა ხილი უნდა გავაჭროთ ახლა დაახლოებით 1-2 საათი, რომ შაქარი გადნეს. იმ შემთხვევაში თუ გინდათ რომ სწრაფად მომზადდეს, შაქარი უნდა, უბრალოდ სიროპი უნდა მოადუხოთ. ცოტა წყალთან ერთად შაქარი და სიროპი წამოდუხოთ და ისე დამოდოთ და შემდეგ დააბრუნდეთ. მაგრამ ჩვენ აქ შაქარი პირდაპირ დავუმატეთ. ახლა უნდა დავულოდოთ, რომ შაქარი ცოტა გადნეს. ასევე ხილმა გამოუშვას მისი წვენი და შემდეგ შეგვიძლია უბრალოდ დავაბლენდეროთ. 1 საათის შემდეგ შაქარიც კარგად გადნა, წვენით ბლომად გამოუშვა ხილმა. ეხლა უკვე უნდა დავამატოთ ცივი წყალი, რომელიც არის ადუღებული. წინასწარ ადუღებული და კარგად გაცივებული, მე მქონდა ასევე მაცივარში დატოვებული. დასაბლენდერებად გამოიყენეთ ხელის ბლენდერი, ან ისეთი დასადგამი, უბრალოდ დასადგამში ხა ეს რაოდენობა არ ჩავა, საკმაოდ ბევრია და ცალკე დაბლენდერება არ მინდა, ამიტომ ამით დავაბლენდეროთ. დაბლენდერებული წვენი შეგიძლიათ რომ ესე დატოვოთ, მაგრამ ამას აქვს
ატმის კანი შიგნით შერჩენილი, ზოგან არ არის კარგად დამონტირებული. ამიტომ მე მაგალითად გირჩევდი თუნდაც რომ მქონდეთ კარგი სუფთა წვენი, გადავწუროთ მე ხა აქ 2 მაგს აცერს გამოვიყენებ, იმიტომ რომ არ არის ისეთი წვრილი და არც დოლბანდი მაქვს, ხარ დოლბანდი გადავიტანო. ამიტომ 2 მაგს აცერზე გადავიტან და გავწურავ ერთხელ რომ ეს ზედმეტი რაც აქვს შიგნით წვენს გაიტანოს. მივიღეთ ესეთი ბლანტის სითხე. ჯერჯერობით სქელია კიდევ. ეხლა მე გადავიტან ჩემს ჭურჭელში, რომელსაც დაახლოებით ალბათ 4 litrია დაახლოებით. შეერჩიეთ თქვენი სასურველი ჭურჭელი, არის ესეთი ლამაზი ქილებიც, რომელსაც ესე პატარა უნკანი აქვს, მოუშვებთ და ჩამოდის და რაც ძალიან სასიამოვნოა, ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ, ასევე სხვადასხვა დღესასწაულებსაც ძალიან კარგი იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ჩვეულებრივ ტოქშიც შეგიძლიათ ჩვეულებრივად მომზადოთ და მოათავსოთ შეგით, სულაც არ არის სპეციალური ჭურჭელი ამისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ეხლა მე ამ ჩემს მომზადებულ წონს გადავიტან უკვე. მეტი არომატისთვის ლიმონის წვენი დავამატოთ. იმ ლიმონის, რომელსაც კანი გავაცალეთ. ჯერ საკმაოდ სქელი და ბლანტი იმას აქვს, ამიტომ კიდევ 1 ლიტრი გადადუღებული წყალი უნდა დავამატოთ, რომელიც არის კარგად გაციებული. ან შეგიძლიათ ასევე ესეთი ნაყიდი ქილების მინერალური წყალი დავამატოთ. გასინჯვის დროა რომ ნახოთ, ჭირდება თუ არა კიდევ წყლის დამატება, იმიტომ რომ ცოტა სქელია ესევ ჩემთან თვითონ წვენი. არა მხოლოდ სქელი, არამედ ტკბილიც არის. კიდევ დაახლოებით 9 ლიტრს. კიდევ 9 ლიტრს დავუმატებ წყალს. ნუ გად 9 ლიტრს არა, მაგრამ იყოს 9 ლიტრი. და გამოვალოთ წყალს და ეხლა გავსენჯავ როგორ იქნება. უკვე გვაქვს 2 ლიტრი 9 წყალი დამატებული. ჩემთვის კიდევ ოდნავ ტკბილია, მაგრამ ფიქრობ რომ საკმარისია. მეტი არ არის საჭირო. 2 ლიტრი 9 წყალი და დაახლოებით 250 გრამი ან 300 გრამი შაქარი. მოკლედ ეს არის იმას დამოკიდებული, რამდენად ტკბილია თვითონ თქვენი ხილი და რამდენად მეტი სიტკბო გიყვართ. კაფე აქვს ზემოდან წვენს და ეს აბსოლუტურად ნორმალური, ეს არის მარწვის პექტინისგან წარმოქმნილი და ასე რომ დააბლენდერეთ, იმანაც წარმოქმნა, მოვათავსოთ მაცივარში რამ დაახლოებით 9 საათის განმავლობაში და ჩავა თვითონ დაბლა, მაგრამ თუ კი ამ შემთხვევაში, იმ შემთხვევაში თუ არ ჩავიდა დაბლა, ყოველზედ უბრალოდ მოაცილეთ ზემოდან. მოკლედ ეს არ გაგიკვირდეთ და არც ესეთი დრამატული რამ არ არის. აბსოლუტურად ნორმალური პროცესია ეს. ეხლა ლიმონის დავჭრი მე და ისე ჩავამატებ შიგნით. თუ კომპოტის მაგვარი წვენი გინდათ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ ხილის დაჭრათ და ისე ჩავამატოთ. მაგალითად მარწყვი. ძალიან კარგი იქნება სასიამოვნო სავთ ხელწვენს და მოყვება ხილით, ძალიან კარგი იქნება. ლიმონი, რაც შეიძლება ბევრი ლიმონი, სხვათა შორის ძალიან ნანოვე, ხლა რომ თავიდანვე ლიმონიც არ დავუმატე და არ დავაბლენდერე კანიანად თვითონ თავიდან პირველად მასაში. ძალიან კარგი იქნება და ჩემი აზრით ლიმონი კანონდრო დავამატებინა, იმიტომ რომ ლიმონი ძალიან უხდება ამას ატმის სიტკბოს ანეიტრალებს, აი სასწაულ გემოზე მიყავს ლიმონს, ამიტომ რაც შეიძლება ბევრი ლიმონი გამოიყენეთ. ეხლა შევდგავ მაცივარში
დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, რომ კარგად გაცივდეს, შემდეგ დავუმატებ ყინულებს და დავაგემოვნოთ, ზუსტად როგორი იქნება. მე კიდევ დავუმატე ლიმონი. იმის თქმა მინდა, რომ კიდევ დაახლოებით 2 ცალი ლიმონის წვენი ჩავაწორე შეგნით, მაგრამ კიდევ არ არის ის სიმჟავე, რაც მინდოდა რომ გქონოდა. დაახლოებით 9 საათის შემდეგ, მაცივარში ვყოფოდა 9 საათი ჩემთან. და სხვადასხვა კაფეც გაქრა, აბსოლუტურად როგორც უკვე აღნიშნე, აღარც კაფე გზემოდან. ეხლა დავუმატოთ უკვე ყინულები. დავუმატოთ ყინულები, რაც მოგვჭა კიდევ. და გავსინჯოთ ჩვენი გემრიელობა. აი, რა გემრიელია. ძალიან გემრიელი, ჩაციებული არის სასწაული. აი, ამაზე უკეთესი რა უნდა დალიო? ზაფხულში არავით არის ნაყიდი სასმელები, არავით არის. აი ეს მოამზადეთ. ნამდვილი, ნატურალური, თქვენი ხელით, თქვენი გემოვნებით, ამას რა ჯობია. ლიმონი არ მყოფნის. ლიმონს დავუმატებდი კიდევ. რაც შეიძლება კიდევ უფრო ბევრს. ახლა კი მაგითაგ მშვიდობები და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. თუ მოგეწონა დალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოდაოთ ახალი ვიდეო რეცეპტები ჩემი სასმელი ჩემთან.